მოგესალმებათ შაბათის მებაღე. თუ გადახედავთ ჩემ ვიდეოებს, სრულ ინსტრუქციას ნახავთ ხეხილის გასხვლაზე, ოღონდ ვიდეოებში, არა შორტებში. ყველა ტიპის ხეხილის, ყველა ტიპის ხვლას განვიხილავ, განსაკუთრებით დამწყებთათვის საინტერესო იქნება და ვთქვი, რომ უნდა შეიწამლოს ზეთოვანი ინსექტიციდით. აი ინსექტიციდ K არის ზეთოვანი, ვამატებ თუ ჩანს კარგად არ ჩანს კონფიდორს, ეს არის 10 ლიტრაზე და შევწამლავ კვირტის დაბერვამდე. ეხლა უყურეთ რა მოხდა. ცოტა დამაგვიანდა, ნუშმა დაიწყო კვირტის გახსნა. ეს ამას ვეღარ შევწამლავ, მაგრამ გამოსავალი არსებობს. ჩიტუნებს დავუკიდე საკენკი და აი ეხლა წამლობას ხო ვაკეთებ ქერქში გამოძინებული, გამოზამთრებული მავნებლების წინააღმდეგ. პირველი წამლობა არის, ხო? იმედია ჩიტუნები იპოვიან ჩემ ხორბალს და დამეხმარებიან. ანუ მწერების წინააღმდეგ შემდეგი წამლობა მე მექნება ყვავილში. ყვავილში ვიცით რომ წამლობა არ შეიძლება, მაგრამ ჩემთან არის მაისის ხოჭო და ყვავილში მიჭამს ბუტკოს. შესაბამისად ნაყოფს დავკარგავ, თუ არ შევწამლე. ეს არის ერთ-ერთი პრეპარატი, რომელიც შეიძლება ხეხილი ყვავილობაში შევწამლოთ. კალიფსო. დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ. გაზაფხულია, ბევრი რამ იქნება საინტერესო. დაგემშვიდობებით.